შერატონ მეტეხი პალაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ განგაში ცრუ აღმოჩნდა. ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როცა სასტუმროში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები 10 წლის იუბილის აღსანიშნავად იკრიბებოდნენ. შენობის შემოწმების შემდეგ სტუმრები დარბაზს დაუბრუნდნენ და საქველმოქმედო წვეულება გამართეს. პალატამ საკუთარ წევრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს უმასპინძლა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ლეიკენული დაავადებულთა ფონდსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხარდებათ. დაახლოებით 5 საათისთვის შემოვიდა სასტუმროში შეტყობინება, ძალიან ლაკონური და გვითხრობს სასტუმროში არის ბომბი. ამის გარდა სხვა ინფორმაცია არ შემოსულა არანაირი, რა თქმა უნდა მიმართეთ შესაბამის ორგანოებს, ჩვეულებრივად ხდება ხოლმე, ეს არის პროცედურა, ადამიანებისგან დავცალეთ სასტუმრო, შემოწმნა სუფთა სასტუმრო. მოხარულივა რომ სათავეში უდგავარ ამ ორგანიზაციას. მიმაჩნია რომ ამერიკის სავაჭრო პალატა ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა, რაც შეეხება ცრუ ინფორმაციას ბომბის თაობაზე. მიმაჩნია რომ ეს ბავშვური ხუმრობაა, რომლის მიზანიც ჩემთვის გაურკვეველია, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის დღევანდელ ღონისძიებას და ჩვენს საქმიანობას.